ორი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში ორი სხვადასხვა პირის, საჯარო პირის სტუმრობის თაობაზე უნდა გიამბოთ. პირველი არის ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც როგორც ჩანს მართლაც სტუმრობდა გერმანიის საელჩოს. ამაში პრობლემა არ არის, არანაირი პრობლემა არ არის, გერმანია ჩვენი ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსი, ქვეყნისა და არა ამ ხელისუფლებისა მაინც და მაინც, მაგრამ ქვეყნისა, გერმანია ყოველთვის 90-იანი წლებიდან იყო ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის და თავისუფლების მხარდამჭერი, ჩვენი დემოკრატიის მხარდამჭერი. გერმანია იყო ჩვენი უმნიშვნელოვანესი დონორი სახელმწიფო. გერმანია იყო და არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, მათ შორის ევროკავშირის, ან ევროკავშირისა და ნატოს სივრცეში. ხო და ყოფილი სახალხო დამცველი, ფართო გაგებით პოლიტიკაში ყოფი ნინო ლომჯარი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ სტუმრობს გერმანიის საელჩოს, ეს სულაც არ არის არც გასაკვირი, არც სამწუხარო, არც საკრიტიკო, არც დასაძრახი, არც არ ვიცი, განსაკიქებელი, მაინც და მაინც თუ ეს სიტყვა უნდა ვიხმარო და არც არაფერი. ამის მიუხედავად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ტელემედიებმა, პროპაგანდისტურმა არხებმა ატეხეს ვაი და ვიში, ანუ ვაი ვიში და უშველებელი ვაი ვიში, იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო ლომჯარია სწორედაც რომ გერმანიის საელჩოში იყო. ქართული ოცნების წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი, დეპუტატას რო უწოდებს საკუთარ თავს, ის წერს, ჭყალი გაიხსნა. ნინო ლომჯარია იმედს უჩივისო, ხო მართლაც რამდენადაც ვიცით, ნინო ლომჯარიამ იმედს უჩივლა ამ კონკრეტული ამბის არაიმდენად გახმაურების, რამდენადაც ინტერპრეტაციის გამო ამბობს ნინო ლომჯარია ლევან მაჭავარიანის წარმოდგენით და თქმით და ასეც არის, რომ იმედი მართლაც იტყუება, მოდი გადავხედოთ ფაქტებს, წერს ლევან მაჭავარიანი, რამდენად მართალი ან ტყუილი შეიძლება იყოს იმედის ინფორმაცია. ტელეკომპანიის ჟურნალისტის თქმით, მათ მიაწოდეს, ანუ იმედს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლომჯარია იმყოფებოდა გერმანიის ელჩთან. დიახ, ლომჯარია იმყოფებოდა გერმანიის ელჩთან, გერმანიის საელჩოში, გერმანიის ელჩს შეხვდა. რა პრობლემაა? მე რო შევხვდე ხვალ გერმანიის ელჩს, ან ნებისმიერი პირი, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, საჯარო სივრცეში მყოფი, თუ საჯარო სივრცეში არ მყოფი, აქტიური თუ პასიური, კარგი თუ ცუდი, ძლიერი თუ სუსტი, მაღალი თუ დაბალი, ლამაზი თუ უშნო, რომ შეხვდეს გერმანიის ან ნებისმიერი სახელმწიფოს ელჩს. რა პრობლემაა თუ ჩვენ ცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში? ეს აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ გერმანიის ამ შემთხვევაში გერმანიის ან სხვა შემთხვევაში სხვა რომელიმე მისიის წარმომადგენელმა რამ უკანონობისაკენ მოუწოდა ამ შემთხვევაში ლომჯარიას და სხვა შემთხვევაში სიკინჭილაშვილს, ვინც შეიძლება შეხვდეს მაგალითად პორტუგალიის, არ ვიცი საელჩო აქვს თუ არა, პირობითად ევროკავშირის წარმომადგენელს, პოლონეთის ელჩს, ესტონეთის ელჩს, მისიის წარმომადგენელს. მაჭავარიანი აგრძელებს. საუბარი შეეხებოდა მოთხოვნას ხალხის ვიზით დასჯის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. კარგად დაიხსოვეთ, ეს არის ერთ-ერთზე შეხვედრა, პირისპირ შეხვედრა ელჩისა და ამასთან დაკავშირებით უჩივის, როგორც ჩანს ნინო ლომჯარია, თუმცა ჩავხედოთ მერე. ხალხის ჩავხედეთ მის Facebook-ს. ხალხის ვიზით დასჯის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ვინ თქვა რომ ამას შეეხებოდა? საიდან მოაქვს ჟურნალისტს, ან საიდან მოაქვს ლევან მაჭავარიანს, ან საიდან მოაქვს პროპაგანდას, რომ ნინო ლომჯარია ამის თაობაზე ესაუბრა ელჩს. ტყუილი ამბავია და რომც ესაუბრა ამ თემაზე. ელჩი გერმანიისა გადაწყვეტილების მიმღები არ არის. ელჩს მაპატიეთ და პატივისცემა მას, ვინ ეკითხება უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, შენგენის წევრ სახელმწიფოებთან და კიდევ 4 სახელმწიფოსთან გაუქმდება თუ არა. ნინო ლომჯარიას და ელჩის სიტყვაზე კი არ არის ეს დამოკიდებული. ეს არის უსერიოზულესი გადაწყვეტილება საკუთრივ ევროკავშირის ფარგლებში, ანუ ბრიუსელმა მრავალთვიანი განხილვის, აწონვის, დაწონვის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით შეიძლება მიიღოს, ან შეიძლება არც მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ მიიღო დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთა დასჯის თაობაზე გადაწყვეტილება და მართებულადაც მოიქცა. ვინ ამბობს, რომ ნინო ლომჯარია ესაუბრა რიგითი მოქალაქეების ამგვარი დასჯის ან ხალხის ვიზით დასჯის უვიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე? მით უფრო კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ტეტ-ატეტ შეხვედრა, ანუ პირისპირ შეხვედრა. ვამარტივებ ძალიან, ერთმანეთს ყურში ეჩურჩულებოდნენ, ერთმანეთთან პირისპირ
საუბრობდნენ ამის თაობაზე შეუძლებელია ჰქონდეს იმედს ან სუსსაც კი ინფორმაცია თუ სუს რამ ჩამწერი არ აქვს დამონტაჟებული გერმანიის საელჩოში, რასაც მე გულახდილად გეტყვით არ გამოვრიცხავ. მესამე, ლომჯარია ელჩმა თავისი ავტომანქანით საელჩოდან გააპარა ცოტა ესეთი მძიმე ზმნარი და ვინ თქვა რომ გააპარა. ან რა პრობლემაა რომ კალტოი ლომჯარია ელჩის ავტომობილით გადაადგილებულიყო, ანუ გამოსულიყო იქიდან, მერე გადამჯდარიყო თავის საკუთარ ავტომობილში ან მანქანაში, რომელიც ემსახურება, ან პირიქით. რა პრობლემაა? რატომ არის ეს სისხლის სამართლის, ან თუნდაც მორალურ-ზნეობრივი დანაშაული? მეოთხე, ზაარბრუკენის მოედანზე ლომჯარია საელჩოს ავტომანქანიდან თავის ავტომობილში გადასვეს. დედა, ეს რა მომხდარა? ამას ლევან მაჭავარიანი. აი დეპუტატი რომ არის, დეპუტატი რომ გონია საკუთარი თავი, ეფექტურ კონტროლს რომ ანხორციელებს, მათგან ერთ-ერთი ქვეყანაზე ეფექტურ კონტროლს რომ ანხორციელებს, მათგან ერთ-ერთი წერს მისი ინტელექტის დონე, კრიტიკული აზროვნებისა, ინტელექტისა, თვალსაწიერისა, მსოფლმხედველობისა, მსოფლმხედვისა, აზროვნებისა. არის ესე რომ ამბობდნენ ხოლმე ჩვენს ბავშვობაში და ცოტა უფრო ადრეც პლინტუს ქვემოთ ასფალტის დონეს, ზღვის დონეზე. ეხლა ამის შემდეგ ლევან მაჭავარიანმა ხუნდა გაამართლოს საკუთარი თავი. და ნახეთ რას წერს. იმედის ჟურნალისტის წყაროს მიერ მოწოდებული ამ 4 ინფორმაციიდან პირველი, მესამე და მეოთხე მტკიცებულებით დადასტურდა, ანუ იქ რაღაც ფოტო გამოაქვეყნეს თუ ვიდეო კადრი. გაგახსენებთ, პირველი არის რომ გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა, მესამე არის რომ თავისი ავტომანქანიდან საელჩოდან გააპარა საელჩომ და მესამე რომ ზაარბრუკენის მოედანზე მოხდა ეს ყველაფერი და ლომჯარია საელჩოს ავტომანქანიდან თავის ავტომობილში გადასვეს. აუ ეს რა მომხდარა? ადამიანები გადაადგილდებიან, ადამიანები მოძრაობენ და ყოველ მეორე კადრს ან ყოველ მესამე კადრს თუ გადაიღებს იმედი ტელეფონით თუ კამერით, ეს რამ დანაშაული კი არ არის? დიახ, სუნთქავთ. მტკიცებულებით ამტკიცდა თუ ფაქტი დადასტურებულია რომ ლევან მაჭავარიანი სუნთქავს. აი ამ დონის არის დაახლოებით. ლევან მაჭავარიანი სუნთქავს. ბიძინა ივანიშვილი სუნთქავს. ირაკლი ტაბლიაშვილი სუნთქავს, ელჩი სუნთქავს, ნინო ლომჯარიაც სუნთქავს. თუ ვიტყვი რომ ჯერჯერობით მეთქი, ზოგიერთ მათგანზე კი არა, ყველაზე, მეგორი არ შევწდები. მაგრამ დანაშაული სუნთქვა, გადაადგილება, ჭამა, საპირფარეშოში გასვლა, ვიდეო ბლოგის ჩაწერა, მანქანიდან მანქანაში გადაჯდომა, იმ მანქანიდან გადმოჯდომა 47 ჯერ გავაკეთებთ უგდებავთ. ერთი მანქანიდან მეორეში გადავჯდები, მერე მეორედან მესამეში გადავჯდები და ასე შემდეგ. ვინ ეკითხება, ვინ გეკითხება საერთოდ. საუბარი დანაშაული არ არის. ხოლო აი რაც დანაშაული შეიძლება ბჭყალებში ისიც. დანაშაული შეიძლება ყოფილიყო. ნახეთ რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ლევან მაჭავარიანი. პირველი, მესამე და მეოთხე მტკიცებულებით დადასტურდაო, რატომ არ უნდა დავიჯეროთ ის ერთის? ანუ ის ერთი არის რომ ლომჯარია ელჩმა თავისი ავტომანქანით ელჩთან გააპარა კი არა, ბოდიში, საუბარი შეეხებოდა მოთხოვნას ხალხის ვიზით დასჯის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ხო რატომ უნდა დაიჯერო? ადამიანი სუნთქავს, მაგრამ არის ადამიანი რომ სუნთქავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სუნთქვის პროცესში დანას ურტყავს ვიღაცას. თუ იმედი ჟურნალისტი, პროპაგანდისტური არხის თანამშრომელი, ჟურნალისტად წოდებული იტყვის, რომ ირაკლი ტაბლიაშვილი სუნთქავს, მაგრამ მეორე ინფორმაციად მოაყოლებს, რომ ირაკლი ტაბლიაშვილი რომ სუნთქავს, სწორედ ამიტომ იღებს დანას ხელში და ზურგში ურტყავს მეზობელ, ჩემს მეზობელს ჯულეტა ქვია. ალბათონ ჯულეტას ჩავარტყი დანა ზურგში, ხო? ალბათონ ჯულეტას. თუ ამას იტყვის იმედი, პირველი რომ სუნთქავ იქნება სწორი, მართალი, ხოლო ზურგში ჩარტყმა ალბათონ ჯულეტასათვის დანისა, ლახვარისა იქნება ტყუილი. და აი ამიტომ არ უნდა დავიჯეროთ, რა საკვირველია, რომ პირველი სწორია და მეორე არასწორი ამბავია. რომ ამ შემთხვევაში რომ ქალბატონი ნინო ესაუბრა ხალხის ვიზით დასჯის თაობაზე, გერმანიის ელჩს, რომელსაც არც არავინ არ ეკითხება, არაფერს ვიზით დასჯის ან ვიზით არ დასჯის თაობაზე. მაგრამ ლევან მაჭავარიანი ვითარცა. აი ხა ნახეთ როგორი სიტყვები ხმარო, ვითარცა FSB-ს ხაზის გამტარებელი შესაძლოდ FSB-ს აგენტიც კი. აი ამ პირველ, მესამე და მეოთხე ინფორმაციას უტყუარად გვაწვდის და საერთოდ KGB-ს FSB-ს მეთოდია და გაჯეროს, ნდობაში შემოვიდეს შენთან და შემოგაპაროს, არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, შემოგაპაროს მე-17, 27 და
ნე-18 ინფორმაციები, ტყუილები და FSB-ს რაც აწყობს და KGB-ს რაც აწყობს ის. და KGB-ს უბრალოდ ამ შემთხვევაში ლევან მაჭავარიანს აწყობს რომ გაშავდეს ქალბატონი ლომჯარია და მას აბრალებენ რომ თითქოს ქალბატონმა ნინომ უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, გაუქმების აუცილებლობის თაობაზე ისაუბრა გერმანიის ელჩთან, რომელსაც არც არავინ არ კითხავს, თუ მთლად გულახდილები ვიქნებით. ეხლა მაჭავარიანი კი აგძელებს, რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? რიტორიკული კითხვაა რა, თუ დასჭირდა, ვინ თქვა რომ იპარება საერთოდ. რა შეიძლება იყოს ამ კითხვაზე პასუხი? ეს დემაგოგიური, შემტევითი დემაგოგია, ასე დავარქვათ, თქვენის ნებართვით, მას გონია ბატონ მაჭავარიანს რომ დამაჯერებლობას ამატებს. რეალურად ყველაფერი ტყუილია და ეს შემტევითი სტილი, ან ნახევრად თუ ძალად თუ რეალურად ძველბიჭობაც ტყუილია. ვიტყვი ასე. ყველა ამგვარ გარჩევაშიც კი, თუ მაინც და მაინც, თითოეული თქვენგანი მაჭავარიანი, სხვები და სხვები, კირცხალია, სხვები და სხვები, დიმიტრი სამხარაძე, სხვები და სხვები. გიბოდიშებთ, მაგრამ კურდღლები იქნებით. საჭიროების შემთხვევაში ღმერთმა არ დააყენოს ეს საჭიროება. ლომჯარია როგორ იკადრებდა? ამას კითხულობს და ასე შემდეგ. ფიქრობ ელემენტარული აზროვნება და ყველაფერი დღესავით ნათელია, რაც წერს სოციალურ ქსელში ლევან მაჭავარიანი. აღარ განმაგრძოთ მასზე თქვენის ნებართვით, მეორე ინფორმაციას ჩაგიკითხავთ უფრო სერიოზულს ჩემი აზრით. ეს მეორე ინფორმაცია ეხება ამექცა და აუცილებლად ვიპოვი და აუცილებლად უნდა ვიპოვო, კარგი იქნება რომ ვიპოვო. რაოდენ სამწუხაროა ვიპოვე. ირანის ელჩი ალი მოჯანი ქართველ მაღალჩინოსანს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს, მადლობას უხდის და წერს: მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. ეხლა ისმის კითხვა, ვისზეა საუბარი, მე გაგიფრხელთ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას, ანუ ლომჯარია რომ საელჩოში იმყოფებოდა და ტყუილს რომ აბრალებენ, ესეც გავიხსენოთ, ან ესეც სულ გვახსოვდეს. ირანის საელჩოში, იცით რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში ფართო გაგებით რეგიონში და კონკრეტულად მე უკვე ირანში, იცით რომ განადგურებულია, ლიკვიდირებულია ალი ხამენეი, იცით რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ღიად ამბობს რომ ალი ხამენეის ლიკვიდაცია იყო სწორი და კარგი, იმიტომ რომ ის იყო ბოროტების მთავარსათავე, ის იყო ტერორისტი, მის კისერზეა 36,000-ზე და მეტი მშვიდობიანი მოქალაქის განადგურება დახრეტა ლიკვიდაცია ირანში 36,000 ადამიანი და მეტი 2 დღის განმავლობაში. სისხლიანი ადამიანი იყო, სისხლში ჰქონდა გათხრილი ხელები, სხვაგვარად როგორ უნდა ვკითხრათ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის ლიდერი მივიდა ირანის საელჩოში ბაქოში და გააკეთა ჩანაწერი სამგლოვიარო წიგნში, ესეც უნდა ვთქვათ, მაგრამ ალიევი არაფრის მაგალითი, ან ბევრი რამის მაგალითი, მათ შორის დემოკრატიის კუთხით რასაკვირველი არ არის. გარდა ამისა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მაღალზე მაღალი ალბათობით ალიევს ეს მისვლა ირანის საელჩოში გადათანხმებული ჰქონდა მინიმუმ ანკარასთან, ანუ პრეზიდენტ ერდოღანთან და შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის გავლენიან ტრამპის ადმინისტრაციის გავლენიან პირებთან, ანუ ასე კი არ წავიდა და მოაწერა ხელი. არამედ მოაწერა ხელი თუ ჩააკეთა ჩანაწერი, არამედ მიიღო სრულყოფილი ანალიზი ამასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოხოლოდ ამ ყველაფერს და ასე შემდეგ და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან ამან ვერ იხსნა აზერბაიჯანი, ამ ჩანაწერის გაკეთებამაც კი ვერ იხსნა აზერბაიჯანი ირანის საჰაერო შეტევებისაგან ნახიჩევანის სააეროპორტი. იცით თქვენ რომ ნახიჩევანის აეროპორტში ჩამოვარდა უპილოტო საფრენი დრონები. ამასთან ისიც უნდა ვთქვათ, რომ ირანმა პრინციპში მოიხადა ბოდიში ამასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადა კი არა, უარყო და თქვა, რომ ჩემი გაკეთებული ეს ყველაფერი არ არის. მოკლედ აი ეს ამბავია. ირანის საელჩოში ამასობაში სამძიმრის წიგნი გაიხსნა ჩვენთან და საქართველოს მაღალი რანგის წარმომადგენელი, ოღონდ არ კონკრეტდება ვინ, მიდის ირანის საელჩოში. რა ვიცით რომ მიდის? ამას ადასტურებს
ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი, რომელიც არ გვიხელს მაღალჩინოსნის ვინაობას. აი ლომჯარიას ხო გაეკიდნენ იმედის თანამშრომლები, რაღაცა ტელეფონებით თუ კაბერებით გადაიღეს, ტყუილები და აბრალეს. აქ თავიდან ბოლომდე სიმართლეზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ წყარო, ღია წყარო, რომელიც ამბობს, რომ მოვიდა ჩვენთან მაღალჩინოსანიო, არსებობს ალი მოჯანის სახით. საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი უწყება, რომ ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელმა ტყუილი ამბავია, ვინც არ უნდა ყოფილიყო დარსალია თუ მასზე მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ქართველი ხალხის წარმომადგენელი არ არის. თბილისში ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, რისთვისაც მადლობას იხდის ალი მოჯანი. ელჩი არ აზუსტებს მაღალჩინოსნის ვინაობას. სამძიმრის წიგნში ქართველი მაღალჩინოსნის ჩანაწერის ფოტო ირანის ელჩმა ალი მოჯანიმ გაავრცელა დღეს საღამოს 6 მარტს, თუმცა ჩანაწერის ავტორის ვინაობა კვლავ არ დაუსახელებია. ფოტოზე ჩანაწერის მხოლოდ ძირითადი ტექსტი ჩანს და არა ხელმოწერა, ანუ ეს ხო სკრინია ან ფოტოა, ხო ესე ვიტყვით. და იქ როგორც ჩანს დამალულია, მოჭრილია, არ არის გამოჩენილი ხელმოწერა პირისა, რომელიც ღიად იმყოფებოდა მეთქი საელჩოში, ამას ვერ ვიტყვი, ღიად რომ ყოფილიყო და თუ არ ეთაკილება, ის რასაკვირველია უნდა და მე ამ კუთხით ვამახვიდებ ყველღებას, თუ არ გეთაკილებათ, მაშინ დაასახელეთ საკუთარი გვარსახელი. თქვენ ხომ ასეთი გამჭვირვალე, არაფერს რომ არ მალავს, ისეთი ხელისუფლება ხართ. ქართული ოცნება ხო ასეთი ხელისუფლებაა, როგორც თავად პოზიციონირებს. მაშინ დარსალია იქნებოდა ბოჭორიშვილი, კობახიძე, თვით ივანიშვილი, ივანიშვილის მეუღლე თუ ივანიშვილის შვილებთან ერთად თუ არ ვიცი თავის მოსკოველ პატრონებთან ერთად, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში დე ფაქტო არიან, დაასახელეთ თქვენი ვინაობა. გვიცხადეთ, ღიად გვითხრით, რომ აი მე დარსალია, მე ბოჭორიშვილმა, მე კობახიძე, მე პაპუაშვილმა, რა მნიშვნელობა აქვს? მე ივანიშვილმა გავაკეთე ასეთი ჩანაწერი. რას მალავთ და ამ კაცსაც, ამ ალი მოჯანის, რას მის აღმატებულებასთან ცხადია ბოდიში, მაგრამ ის წარმოადგენს სისხლიან რეჟიმს, ამიტომ მის აღმატებულებას თუ არ მიწყენს, მე მას არ ვუწოდებ, რომ მიწვინოს, მაინც არ ვუწოდებ. მაგრამ დიპლომატიკაცია და აქედან გამომდინარე კიდევ შეიძლება ვუწოდოთ, ხო? მოკლედ ალი მოჯანის ამ უხერხულ მდგომარეობაში აგდებთ. თქვენ აღმატებულება ასე მიმართავს ელჩი მოჯანი მას და წერს, როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელს მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს მობრძანდით საელჩოში და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეთ. მეგობარი გაჭირვებაში იცნობა, წერს ელჩი. და ეს არის უკვე მის მიერ დაწერილი ტექსტი, სკრინს ნახავთ თუ არა, ბოდიშა, უკაცრავად, რა წერია სამძიმრის წიგნში, ამას არ აქვს ეხა მნიშვნელობა, რას წერს ალი მოჯანი, მის აღმატებულებას კობახიძეს, პაპუაშვილს, ივანიშვილს თუ ვინც არის, რა წერია სამძიმრის წიგნში, დატოვებული რა ჩანაწერია ამ ხსენებული პირების ან სხვათა მიერ. ქართველმა მაღალჩინოსნებმა სამძიმრის წიგნში შემდეგი შინაარსი ჩანაწერი დატოვა ინგლისურ ენაზე. ჩვენ და აი აქ ყველა სიტყვას მიაქციეთ ყურადღება, ვინ ჩვენ, ვინ გეკითხებათ ქართველი ხალხის ენით საუბარს, ქართველი ხალხის სახელით საუბარს, თქვენ არ წარმოადგენთ ქართველ ხალხს და ამასთან კიდევ ერთხელ უნდა გავიქცევოთ, ვლაპარაკობთ ალი ხამენეიზე, ვლაპარაკობთ ადამიანზე, რომელსაც სისხლში ჰქონდა გათხრილი ხელები. ამის მიუხედავად, ჩვენ სამძიმარს უცხადებთ ირანელ ხალხს. ირანელი ხალხი მისი 80% ალი ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგი იყო. ყველა სიტყვას განვმარტავ, ყველა საკვანძო სიტყვაზე შევჩერდები, ყველაფერს, რაც მათ თქვეს, ან უმრავლესობა სიტყვებისა აზრისა გავაკრიტიკებ, განვმარტავ, ავხსნი. ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებს შეგიძლიათ გამოვცხადოთ, აი, ობიექტურობა. მაგრამ ირანელ ხალხს საგლოვად არაფერი, პირიქით. საქმე არ აქვს, პირიქით, საზეიმოდ აქვს საქმე. სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა უსერიოზულეში შეცდომა, თავადი შეცდომა. რანაირი სამხედრო მოქმედებები არ არსებობს. იქ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის და დიქტატორული რეჟიმის დამარცხების აუცილებლობა. მეტი არაფერი არ არსებობს იქ. არგით, რაღაცა მიდიხართ, ეს უნდა გაგეკეთებინათ, რაღაცა მიხვედით, ესეთ ჩანაწერი უნდა გაგეკეთებინათ, განარამი არ უნდა მისულიყავით საერთოდ.
და თუ მიდიოდით უნდა გეთქვათ რომ მივდივართ და ღიად გეთქვათ მათ შორის ქართული საზოგადოებისათვის რომელსაც როგორც თავად ამბობს ქართული ოცნება წარმოადგენს შემდეგი წინადადება მრავალი ადამიანის მათ შორის უმაღლეს ლიდერის აიათოლა ხამენეის სხვა პოლიტიკური ლიდერების მრავალი უდანაშაულო ადამიანისა და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ვინ თქვა რომ უდანაშაულობთა მისახელოს მრავალი უდანაშაულო ადამიანი ქართული ოცნების ნებისმიერმა წარმომადგენელმა პირმა რომელმაც გააკეთა ეს ჩანაწერი ან მისმა ნაჩალствам კობახიძეებმა პაპუაშვილმა ივანიშვილის ოჯახმა ეკა ხვედელიძე ივანიშვილი ბერა ივანიშვილმა უტამ რა ვიცი ცოტნე რა ვიცი იმ ვიღაც ტიპები რო ყავთ მოსკოვში FSB ვინმე მითხრას ვინ არის უდანაშაულო ადამიანი და მეორე ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ასე აპრიორი რო ამბობთ ამას ვინ თქვა რომ ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის ერთობლივმა სამხედრო საავიაციო შეტევებმა ათეულობით ბავშვზე მე მისილაზე ამახვილებელ ყურადღებას იქ 225-დან მე 160-ამდე ჩამოვიდა რაოდენობა 160 ბავშვზე პლუს მინუს დაახლოებით მაგრამ არა დასტურდება რომ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სამხედრო იერიში სხვა თუ არაფერი შაბათ დღეზეა ლაპარაკი ეგ რა მაგის პასუხია და რომ ვიცოდეთ მაინც და არ არის მტკიცებულება იმისა თუ რაღაც პროირანულ მედია საშუალებებს არ მივაქცევთ ყურადღებას და არ გავითვალისწინებთ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომ ეს იყო შტატებისა და ისრაელის ან ერთის ან მეორის ან ორივეს ერთად სამხედრო იერიში თუ საერთოდ არსებობს ეს მსხვერპლი ეგ რა მაგის პასუხია უამრავი ხელოვნური ინტელექტის და უამრავი ყალბით სრულცნობა სრულ ინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით შემდეგი ვიმედოვნებთ რომ მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს დიპლომატია აღარ ჩაანაცვლებს აღარც კონკრეტულად რა ვიცი არახჩისთან საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებულთან არც რა ვიცი პაზეშკიანთან ირანის პრეზიდენტთან განადგურებამდე მიდის საქმე ირანის ამ ისლამური რესპუბლიკისა მაგრამ ახლა ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას ხომ მივიდნენ და გააკეთეს ჩანაწერი მე კითხვა მაქვს 36000 კაცი რომ მოკლა მათ მიერ ასე მოწონებულმა ასე შეყვარებულმა თურმე ალი ხამენეიმ ამ 36000 კაცის კვლელობაზე განადგურებაზე ლიკვიდაციაზე მოქალაქის მათ არა საელჩოში იმიტომ რომ საელჩოს ბუნებრივია რომ წიგნი არ ეკნებოდა გახსნილი სამგლოვია რომ მაგრამ ზოგადად განცხადება კი ერთხელ მაინც გააკეთეს ჩვენ წუხვართ მე ვალევარ მაჭავარიანი მე ირაკლი ზარქუა მე შალვა პაპუაშვილი მე ნინო წილოსანი მე ირაკლი კობახიძე მე ბიძინა ივანიშვილი მე ბერა ივანიშვილი ცოტნე ეკა მუტა კვანცა და ასე ვინც არიან და კიდე მათი FSB-ს შნიკი პატრონები რო არ სწუხან გასაგებია მაგრამ აი ქართულ გვარიან ადამიანებზე ვლაპარაკობ ჩვენ წუხვართ იმის გამო რომ 36000 ძალიან ზოგადია ეს არ ვამბობ იმას რომ ეთქვათ რომ ალი ხამენეიმ მოკლა ჩვენ წუხვართ ირანში განვითარებული მოვლენებისა და 36000 ადამიანის არ ვამბობ რომ უდანაშაულო ადამიანის ეს წარეთქვა გარდაცვალების დაღუპვის უფრო ზუსტი რო ვიყო გამო ახლა მე მაქვს კითხვა ნინო ლომჯარიას როგორ უმტკიცდება რომ მაინც და მაინც იმაზე ელაპარაკა ხურში გერმანიის ელჩს მაგრამ ნინო ლომჯარიას შეხვედრა კი საჯარო იყო იგულისხმება ის რომ ყველა ვიცით პრინციპში აგე ნახეთ თქვენს გაავრცელეთ კადრები ბიჭო ეს საშინელება ჩაუდენია ნინო ლომჯარიას შეხვედრია გერმანიის ელჩს მაგრამ ეს იყო ტეტ-ა-ტეტ შეხვედრა ლომჯარია ელჩი ფიშერი ლომჯარია და არ დაიმალა და ამას ამდენადაც მე ხვდები ქალბატონ ლომჯარი არც უარყოფს თუმცა მოიც მაინც გადავამოწმოთ თქვენის ნებართვით იმიტომ რომ მე არ მინდა რომ ტყუილი ინფორმაციის გავრცელება მომიხდეს თუ უწერია ნინოს ნინო ლომჯარია რუსული ხალხი უნდა
ბოდიში არის აუცილებელია ამის საკითხვა და კარგია რომ ჩავხედე. ნინო ლომჯარიას განცხადების ერთი პასაჟი. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც ვაკეთებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, მათ შორის უვიზო მიმოსვლით, რაც ევროკავშირთან ურთიერთობას მოაქვს. ვერ ეღირსებით თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით საქართველოს მოქალაქეებს წაართვათ უვიზო რეჟიმი და შემდეგ თავხედრულად გადააბრალოთ ეს მათ, ვინც ყველაფერს აკეთებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის და უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად. მე მინდა მადლობა გადაუხადო ნინოს, მე მინდა მადლობა გადაუხადო არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა წარმომადგენელს და აღარ ჩავამასახელებინოთ, იმიტომ რომ ეს არის ათეულობით დღესდასუსტებულები, მაგრამ ათეულობით კონკრეტული პირი, რომლებმაც მართლაც აგურზე დადეს იმისთვის, რომ ჩვენ უვიზო რეჟიმი მიგვეღო წლების წინ შენგენის წევრ სახელმწიფოებთან. მე მინდა კონკრეტულად ნინოს რაღაცა ნინოზია საუბარი. მადლობა მინდა გადაუხადო იმ დაუხალავი შრომისათვის, როცა ჩვენ შეიძლება ჯერაც შეიძლება რომ წაგვართვან რიგად მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი ჩამოგვართვან, შეგვიჩერონ, მოდი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით და ნინოც, ეკაც, სხვები და სხვები პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმი მაყურებელმა უნდა იცოდეს. პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში არიან კონსულტაციებში ბრიუსელთან და ცალკეულ სახელმწიფოებთან და გადაწყვეტილების მიმღებებთან. და ესე უნდა ვთქვა თქვენის ნებართვით, ევედრებიან ევროჩინოსნებს, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, ევროკომისრებს, აფართოების საკითხში მათ შორის ბევრს ევროკომისარს. იცით რომ ბევრია, ხო? რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ და დაისაჯოს სწორედ ბანდა პაპუაშვილისა, ბანდა კობახიძისა, ბანდა კალაძისა და დიდი ბანდა იზინა ივანიშვილისა, რაც მოხდა კიდეც. ხო, პარემ ვიტყვი, რომ იცით თქვენ რომ დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირში შენგენის წევრ სახელმწიფოებში მგზავრობის შესაძლებლობა არ ექნებათ ერთ წამს დამელოდეთ. არ ექნებათ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს. დამელოდეთ, ბოდიშ. რა უბრუნდები ახლავე. რაც შეეხება ასეთ პასპორტებს, პარემ ვიტყვი, ანუ ამგვარი პასპორტით, ეს არის ჩემი პასპორტი. რაც შეეხება ამგვარ პასპორტებს, ამგვარი პასპორტებით გადაადგილების შესაძლებლობა საქართველოს მაღალ ჩინოსნებს, ქართული ოცნების წარმომადგენლებს ექნებათ, მაგრამ აქ არის ერთი ამბავი. როდესაც საზღვარზე შევა კონკრეტული მაღალ ჩინოსანი, რომელსაც იმავდროულად აქვს დიპლომატიური პასპორტი. ოღონდ ვერ იღებს ამ დიპლომატიურ პასპორტს. იმიტომ რომ იცის რომ დიპლომატიური პასპორტით საზღვარზე შესვლის შესაძლებლობა მას არ აქვს. სხვაგვარია ეს დიპლომატიური პასპორტი, უბრალოდ რაღაცა არ მაქვს, აქედან გამომდინარე ვერ გაჩვენებ. მე საზღვრე კონკრეტული რა მნიშვნელობა აქვს ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, არ ვიცი, შენგენის წევრ სახელმწიფოებში. ჩახედავს ამ ადამიანის გვარსახელს, წაიგითხავს გახა კალაძე, მაგალითად. შალვა პაპუაშვილი, ნინო წილოსანი და ასე შემდეგ. და იქვე სისტემაში გადაამოწმებს, აქვს თუ არა ამ პირს ესეთი პასპორტი. კი არა, უკაცრავად ესეთი პასპორტით შევიდა წისა დიპლომატიური პასპორტი. ამგვარი პასპორტით შესულს, რო განმარტო ბოდიშვილი შემეშალა კახა კალაძეს, გადაუმოწმებენ საზღვარზე მილანში, აქვს თუ არა მას დიპლომატიური პასპორტი. სარგებლობს თუ არა დიპლომატიური პასპორტით. და თუ ნახავს სისტემაში ეს კონკრეტული მესაზღვრე რა მნიშვნელობა აქვს. პირობითი გვარით, გალიანი, ხო? თან ძმაკაც იყავს ამ კალაძეს გალიანი. თუ ნახავს ამგვარ ჩანაწერს, რომ კალაძეს აქვს დიპლომატიური პასპორტი, ამითაც შეიძლება ხაზს უსვამ, შეიძლება არ შეუშვას. იმიტომ რომ მიხვდება, რომ ის მაქინატორობს, ის ოღონდაც კი შევიდეს თმის გასაკრეჭად მილანში და, რა ვიცი, ამგვარი პასპორტით სარგებლობს ახლა და დიპლომატიურ პასპორტს მალავს. და დიპლომატიური პასპორტით კი არ აქვს შესაძლებლობა უფლება შესვლისა. კარგად ახსენი? კარგად ახსენი.
ნახვამდის.